სქილვილის ინიციატივითა და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 5 ახალი პროფესიული სტანდარტი შემუშავდა. ეს ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების მიმართულებას 5 თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროფესია დაემატა, რომელთა დანერგვა და სწავლება უკვე ქვეყნის ნებისმიერ კოლეჯში შეუძლია. რა პრინციპით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები, ვის სია გათვლილი და რამდენად დაეფუძნა მათი შედგენა შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან სქილვილის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან ლიკა მენაღარიშვილთან და ციფრული მმართველობის სააგენტოს HR-ის სამსახურის უფროსთან სოფო ივანიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ პირველ რიგში ამ თემით დაინტერესებისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა რომ ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივულოცოთ დღეს ყველა მე-12 კლასელს სკოლის დასრულება და ვუსურვო მათ წარმატება მათ ახალ კარიერულ გზაზე. ნამდვილად საინტერესო ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში. ცხადია, ბიზნეს პოსტიც ულოცავს ყველა მე-12 კლასის სკოლის დასრულებას. ლიკა, მოდით თქვენი დავიწყოთ და პირველ რიგში მაყურებელს ავუხსნათ, უფრო გასაგები რო იყოს, რა ახალ მიმართულებებზე არის საუბარი და როგორც ვიცით, ეს პროგრამები ხდება საყოველთაო რესურსი. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ვის ექნება შესაძლებლობა ამ მაღალი ხარისხის მოდელის გამოყენების? კი ბატონო, სქილვილმა განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ტექნოლოგიურ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობით და ციფრულ მმართველობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა 5 ახალი პროფესიული სტანდარტი, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი არის დღეს შრომის ბაზარზე. ეს მიმართულებები არის ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია, IT პროექტების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. აქედან 4 მათგანი პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას. რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას, ეს არის ისეთი პროფესია, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროგრამების ხანგრძლივობა არის 12 თვე, შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, რომელიც ისწავლის ამ მიმართულებით, 12 თვეში ექნება შესაძლებლობა, რომ დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას. და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა პროგრამა არის საყოველთაო რესურსი, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ კოლეჯს საქართველოს მასშტაბით და ასევე ნებისმიერ უმაღლეს დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლების მიმართულებით სწავლებას. შეუძლიათ რომ დანერგონ ეს პროგრამები, რაც ჩვენ შევიმუშავეთ და მათაც ასწავლონ თავიანთ სტუდენტებს და მოამზადონ კონკურენტუნარიანი კადრები ციფრულ ინდუსტრიაში. და ასევე რაც მინდა რომ დავამატო აუცილებლად, ეს ყველა მიმართულება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ზოგადად პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და ეს მიმართულებები ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არ არის? ასაკობრივი შეზღუდვა ამ მოდულებზე არის სკოლის ატესტატი უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს, უკვე სკოლა უნდა ჰქონდეს დასრულებული. და საინტერესო ამ პროგრამის მთავარი ღირებულება რა არის და სქილვილთან ერთად ვინ იმუშავა სტანდარტების შემუშავებაზე? ამ პროგრამის მთავარი ღირებულება და ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ეს პროგრამები არ შეგვექმნა მხოლოდ აკადემიურ წრეებში და რეალურად შეგვექმნა ისე, სადაც ეს ტექნოლოგიური გარემო არის ყოველდღიურობაში, იქმნება ეს ტექნოლოგიები და რეალურად ამ პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს და საერთაშორისო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ექსპერტები. ასევე ჩართული იყო ციფრული მმართველობის სააგენტოს ექსპერტები და ჩვენ მათი ჩართულობით ის ადამიანები არიან, ვინც ყოველდღიურად ტექნოლოგიურ მომავალს ქმნიან, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ისეთი სფეროა, წლიდან წლამდე ისე იცვლება მიდგომები, მოთხოვნები, ერთი არის რომ თეორიულად ერთი წლის წინ მაგალითად შეიძლება რაღაც კოდის წერის დროს რაღაც სხვანაირად კეთდებოდა, შეიძლება ახლა ციფრული მმართველობის სააგენტოს ექსპერტებმა ისეთი გადაწყვეტილება იცოდნენ, რაც ჩვენ უკვე ამ პროგრამაში გავითვალისწინებთ და სწორედ ამ ადამიანის, ამ კომპანიების და ამ ექსპერტების ჩართულობამ უზრუნველყო
ამ პროგრამების თითოეული პროგრამის ვალიდაცია, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტი, რომელიც ამ პროგრამით ისწავლის, მიიღებს ისეთ ცოდნას, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ფასობს. ანუ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ყველა ის შესაძლო დეტალი, რაც უკვე, როდესაც ჩვენთან ისწავლიან, პირდაპირ მზად იყვნენ დასაქმებისთვის და შემოკლებული იყოს ის პერიოდი, რა პერიოდსაც მოიცავს უშუალოდ სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესი და ისე პრაქტიკული სწორედ ეს იყო, რომ დასაქმებაზე მორგებულიყო. აუცილებლად არის დასაქმებაზე მორგებული, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ამ ფიქრი დავიწყეთ თუ რა ახალი მიმართულებები უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა და სწორედ ამ კვლევამ გვაჩვენა დღეს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები რა არის და რა აკლია ბაზარს. გარდა ამისა, Skillwheel თანამშრომლობს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, თავის კერძო სექტორთან, ანუ პარტნიორებთან და ზუსტად ვიცით დასაქმების მიმართულებით დღეს ბიზნეს ან რა მოთხოვნები აქვს, რაზე არის დეფიციტი, შესაბამისად ჩვენ ამაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ეს 5 მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური კადრების მომზადებას და აქვე დავამატებ, რომ ეს პროგრამები ამ პროგრამებში გათვალისწინებულია საერთაშორისო პრაქტიკაც, რადგან ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, მე მინდა სოფო თქვენ გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის ჩართულობა ამ პროცესებში. როგორც ლიკამ აღნიშნა, ვისაუბრებ მე როგორც HR-ის წარმომადგენელი, HR სფეროს წარმომადგენელი, ხედავთ რომ ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ტექნოლოგიური მიმართულებით კადრებზე, ეს იქნება კერძო სექტორი თუ საჯარო სექტორი. საჯარო სექტორში და საჯარო უწყებებს აქვთ მოთხოვნა აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით და ესენი არ არიან მხოლოდ პროგრამისტები, ლიკას ნახსენები პროფესიები არის ტესტირების მიმართულება, IT პროექტების მართვა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ლიკა, რატომ გახდა საჭირო სწორედ ახლა შეგექმნათ ეს პროგრამები? რამ გამოიწვია? თქვენ ახსენეთ, რომ კვლევა ჩავატარეთ, ხო? სწორედ ამ პერიოდში რატომ გახდა ეს საჭირო? ამ პერიოდში იმიტომ გახდა საჭირო, რომ ჩვენი აკადემიური გუნდი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ამ ყველაფერზე მუშაობს და ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი არის ესე დროში. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ამაზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ უკვე საშემოდგომო მიღებისთვის ეს პროფესიული სტანდარტები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი სტუდენტებისთვის და არა მარტო ჩვენი სტუდენტებისთვის თავისთავად. ახლა მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებას 2 წელიწადში 2-ჯერ აქვს მიღება, ახლაც მიმდინარეობს, ახლა არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ აი ნოემბერში იქნება საშემოდგომო მიღება და იქ უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ჩვენ მზად ვართ, ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ჩვენ ეს პროგრამები შევიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად და ახლა უკვე უნდა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კოლეჯი, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ დანერგოს მათთან ეს პროგრამები, ჩვენ მზად ვართ, რომ ხარი დავუჭიროთ ნებისმიერ პროცესში და ახლა იწყება ეს პროცესი, სწორედ რომ ეს პროგრამები უკვე აღსრულებაში, ანუ განხორციელებაში მოვიდეს და სტუდენტებმა ისწავლონ და შემდეგ უკვე 12 თვეში მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება, რომელიც პირდაპირ კავშირში არის დასაქმებასთან. ამ პროგრამების მიზანიც ეს იყო, რომ განათლება და ინდუსტრიის მოთხოვნები სრულ თანხვედრაში ყოფილიყო ერთმანეთთან და მე მგონი ჩვენი ასე ვთქვათ, ვინც ჩართული იყო ამ ყველაფერში განათლების სამინისტრო, ტექნოლოგიური კომპანიები, ციფრული მმართველობის სააგენტო, მე მგონი პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და ახლა კიდევ მეორე ეტაპია, შემდეგი ეტაპებიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით იქნება გავლილი. სოფო, რამდენად მორგებული არის ახალი სტანდარტები საერთაშორისო მოთხოვნებს? როგორც გამაღნიშნა, ნამდვილად მორგებულია, ჩვენ გვაქვს საჭიროება და ჩვენთვის პრიორიტეტია და კონკურენტუნარიანობას განსაზღვროს ცოდნის მიღების ისწრაფეც. ის პროგრამები, რაც გამაღნიშნა, ვიცით, რომ ერთწლიანია და არ არის საჭირო ხანგრძლივი სწავლა იმისთვის, რომ მალე დაეუფლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ეს უნარები, რაც ჩვენ
გვაქვს მოთხოვნა. კი ბატონო, ლიკა, ჩვენ შესავალ ნაწილში აღნიშნეთ და ვიცით, რომ სქიმის და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა ეს პროცესები. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებით განათლების სექტორსა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს ამ თვალსაზრისით? ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან როდესაც განათლება და ბიზნესი ერთად თანამშრომლობს, ჩვენ ვიღებთ კვალიფიციურ კადრებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება დღეს ბიზნესს და ზუსტად ვიცით, როგორი უნდა იყოს განათლების მოდელი, რისთვისაც ჩვენ უკვე ვამზადებთ ამ კვალიფიციურ კადრებს. ამის გარეშე წარმოუდგენელია და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, როდესაც ერთმანეთის თანხვედრაში მიდის განათლება და კერძო სექტორი. შესაბამისად ეს შეიძლება ითქვას თავისუფლად, რომ სწორედ ეს პროგრამები ემთხვევა შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებლად შეიძლება ითქვას და ასეც არის. აი მე მოვიყვან ერთ მაგალითს, მაგალითად ჩვენი ახალი ერთ-ერთი მიმართულება არის ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია. აი თქვენც დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის გარეშე, რომ წარმატებულად იფუნქციონიროს, დღეს უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ამ პროგრამაზე მე რომ ვისწავლო, ან თქვენ რომ ისწავლოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გადაწყვიტოს ვისაც სკოლის ატესტატი აქვს, ჩააბაროს, ხდება ის ადამიანი, რომელიც ბიზნესს გაუკეთებს პროცესების ავტომატიზაციას და დაუნერგავს ამ მიმართულებას. და რას გულისხმობს ეს, რომ ბიზნესში არის ბევრი პროცესი, იგივე მარკეტინგის გუნდში, ადამიანური რესურსების მიმართულებით, თუნდაც ადმინისტრაციის მიმართულებით, სადაც შეგვიძლია თუ საჭირო იყო ადრე მაგალითად რაღაც საქმისთვის 10-კაციანი გუნდი და ერთი კვირა, თუ ბიზნესი დანერგავს ხელოვნური ინტელექტს, აი პროცესების ავტომატიზაციას მოახდენს, მას უფრო მოკლევა და შეუძლია ამ საქმის გაკეთება შესაბამისად და ნაკლები თანამშრომლის ჩართულობა სჭირდება. რეალურად ეს პროცესი რას აკეთებს? ზოგავს დროს ენერგიას, თანხას ბიზნესისთვის და ჩვენ ვამზადებთ იმ კადრს ამ პროგრამით, რომელიც დღეს ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მას სწორად გაუკეთოს, სწორი მიმართულება მისცეს, თუნდაც თანამშრომლები სწორად მოუმზადოს. ჩვენ მაგალითად Skillwell-ში თავად გვაქვს გაკეთებული ეს პროცესი მარკეტინგის გუნდში, ადამიანური რესურსების გუნდში, ადმინისტრაციის მიმართულებით და თავადვე გამოვცადეთ ეს ყველაფერი, შესაბამისად დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად მაქვს 10 წლიანი გამოცდილება. თუ რაღაცის გასაკეთებლად მჭირდებოდა 5 საათი ან 4 საათი, ამ პროცესების ავტომატიზაციით, რაც უზრუნველყო ჩემმა კომპანიამ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის შესაძლებელი გამხდარიყო და გაეკეთებინათ, ზოგავს დროს უზრუნველყოფს ეფექტიან მუშაობას და მიმარტივებს მე ვარ უფრო მოქნილი, რომ პარალელურად ბევრი რამ ვაკეთო ერთდროულად. შესაბამისად, ზუსტად ის ადამიანები იქნებიან ამ პროფესიის და დასჭირდება ნებისმიერ ბიზნესს, რომ უზრუნველყოს ეს პროცესი. გარდა ამისა, აი მაგალითად ციფრული მარკეტინგი, კი ბატონო, აქამდე იყო სასერტიფიკატო კურსების მიმართულებით, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში არის ეს მიმართულებაც, მაგრამ ეს ამ მიმართულებაზე სწავლა დღეს პირველად არის, როდესაც პროფესიული მიმართულებით შეიქმნა ეს პროგრამა, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ვისაც მცირე ბიზნესი აქვს. დღეს რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებად რჩება ბიზნესში ციფრული მარკეტინგი. ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, შეუძლია რომ ისწავლოს ამ მიმართულებით მოკლე დროში, ერთ წელიწადში დაეუფლოს კონკრეტულ იმ პრაქტიკულ ცოდნას და თუნდაც თავის პირადი საქმისთვის გამოიყენოს ეს ყველაფერი. ნებისმიერი მიმართულება რაც არის ამ 5 პროგრამაში, პირადი ბიზნესიდან გამომდინარე შეუძლია რომ გამოიყენოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა და ასევე როგორც პროფესიული მიმართულებით შემდგომ უკვე რომ წარმატებით დასაქმდეს სხვა კომპანიაში. სოფო, რადგანაც თქვენი სააგენტო უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესებში. გითხარით, როგორ შეირჩა კონკრეტულად ეს მიმართულებები, მაგალითად AI და ციფრული ანალიტიკა? ჩვენი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა ეს პროფესიები.
დასო ლიკა ბოლოს მინდა გთხოვოთ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია და სურს სწავლის გაგრძელება სწორედ Skillwell-ში. იცით, აი ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ პროფესიული განათლება დღეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ. ეს არის გზა, სადაც განათლება და დასაქმება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და მე ყველას ვეტყოდი, ვინც ფიქრობს, ან დაინტერესებული, ან სურს, რომ აინტერესებს სხვა პროფესიის არის, მაგრამ აი მაინც აქეთკენ მოუწევს გული, ვეტყოდი, რომ იყვნენ ამბიციურები და ჩვენი Skillwell-ის სახელით, რაც შემიძლია ვუთხრა და ასევე ვისარგებლებ ჩვენი პარტნიორების სახელითაც, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს დაუჭერთ მათ ნებისმიერ კარიერულ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაწოდოთ ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება და ვუზრუნველყოთ შემდგომ უკვე მათი წარმატებული კარიერა. 28-ში პირველად ტარდება უნარების ფორუმი გვექნება, სადაც მასწავლებლებზე გვექნება უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული და ჩატარდება ფორუმი, სადაც აი ამ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, ამ ახალი მიმართულებების მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მათი პრეზენტაციაც იქნება, პანელური დისკუსიაც იქნება, სადაც ასევე ჩართულები არიან ამ სფეროს წამყვანი ადამიანები და ესე ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. წელს პირველად ტარდება, ოღონდ ესეც რა თქმა უნდა მარტო Skillwell-ს არ სხვა პროფესიული კოლეჯებიც ამ ფორუმში იქნებიან წარმატებებს პროფესიული უნარები და სიახლეების კვალდაკვალ ბიზნეს პოსტიც გამოყვებათ. დაგემშვიდობებით, მადლობა სტუმრობისთვის.